პირველ სტუმარს ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია. სამშვიდობისა, მადლობა. მოდით დავიწყოთ ბოლო ამბით. სად არის დღეს ოპოზიციის ერთობის საერთო ხედვა? აი, რა საკითხებში ხართ ნამდვილად შეთანხმებულები? თუ კი არსებობს საერთოდ ასეთი საკითხები? კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვდგავართ, სწორ გზას ვადგავართ. ჩემის აზრით და ყველაფერი ახლა არის ჩვენზე დამოკიდებული და ვერანაირი უხილავი ძალა, ვერანაირი სხვა რა ვიცი მიწიერი თუ ზეციერი ძალა ახლა ვერაფერს ხელს ვერ შეუწყობს. ძალები არსებობს. არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში იცით რა, ვერავის ვეღარ გადააბრალებს ვერაფერს. როგორც კოლეგებს შორის რაღაცა უნდა. ზოგადად ეხლა განსაზღვროთ უკვე ჩვენ უახლოეს დღეებში საკუთარი პოლიტიკური ბედი ასევე და არა მხოლოდ ამ ქვეყნის მომავლის ბედიც. ვფიქრობ, თბილისში მნიშვნელოვანი არის ერთობა, ძალიან მნიშვნელოვანი ერთობა, პოლიტიკური ცენტრი არის, მილიონნახევრიანი ქალაქი არის. ცხოვრობთ ამ ქალაქში და ვიცით, რომ არის სხვადასხვაგვარი ოპოზიციური ამორჩეველი, რომელსაც აღარ უნდა ბიძინა ივანიშვილი, აღარ უნდა ოლიგარქი ნამდვილად, მაგრამ უნდა იპოვოს არჩევნების დღეს მისთვის სასურველი ოპოზიციური პარტია ან ლიდერი ან მაჟორიტარი და ხმა მიცეს, რაც საერთო ჯამში, საერთო ოპოზიციურ ყურადღებაში აღმოჩნდება ყველა ბიულეტენი და ერთადერთი წინააღმდეგ სლოგანი არ დარჩება სლოგანად. ამიტომ გუშინდელი გაცხადება ემსახურებოდა ამ მიზნის შესრულებას. ჩვენ უბრალოდ დავინახეთ, არ დაგიმალოთ რისკი იმისა, რომ შეიძლება თბილისში სრული შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის გართულდეს. გართულება იყო ეს, მხოლოდ თუ უკვე იყო ნიშნები იმის, რომ შეთანხმება ვერ შედგებოდა. აი, რა იყო განმაპირობებელი ევროპული საქართველოს ბრიფინგის? არ ყოფილა მაგრამ ყოფილა და იყო პრობლემა დანახული ჩემს მიერ და ჩემი კოლეგების მიერ და პარტია ნაციონალურ მოძრაობას დაინახა ეს პრობლემა და რატო ახსნი. ახლა ძალიან ბევრი ახალი პარტია ჩამოყალიბებული დაარსებული, ზოგი რამდენიმე დღეში დაარსდება, დარეგისტრირდება როგორც პარტია, ხო? გულისხმობ მაგალითად ალეკო რისაშვილის პარტიას. ძირითადად არიან პარტიები, რომლებიც პოულობენ ელექტორალურ ხარდაჭერას და მოჭიდებას თბილისში. ისინი ჯერ ვერ მოიკრებენ ძალებს თბილისის მიღმა, არჩევნების ბოლომდე მაინც. ასე რომ მათი ინტერესი, გარდა ძირითადი პარტიებისა, არის უპირველეს ყოვლისა თბილისი. შესაბამისად, ბევრი პარტია სიხაოვათერ ვთქვათ, არ იყო 8 მაჟორიტარული ოლქი, არ უნდა გაიგოს რაღაცა ოლქებს ვინაცე და არა, ინსტრუმენტი არის ელემენტარულად დამარცხების ოლიგარქის, ხო, მაგრამ 8 ბრძოლის ველი არის და ამ ბრძოლის ველზე ჩვენი დიდი სურვილი იყო ისე როგორც ყველასი, რომ ყოფილიყავთ ერთობით წარმოდგენილი. დავინახეთ ეს საფრთხე. მე ვთქვი და არ დავმალე და თქვენ ერთაშიც გავიმეორებ იგივეს, რომ შეთანხმება მხოლოდ ცალკეულ სუბიექტებს შორის ოპოზიციურ პლატფორმაზე და ველზე ვერ იქნებოდა სრულფასოვანი ერთობა. ხო, ანუ შეთანხმება მარტო ევროპულ საქართველოსთან და შავ-ნათელაშვილთან არ იქნებოდა. და რატომ ვერ ხერხდება ეს? აი შეგიძლიათ მითხრათ, ოპოზიციურ სპექტრში შეთანხმება არა, ყველა ოლქიო ვამბობთ. აი 30 ოლქი წინაზე, როდესაც ჩვენ წინა გადაცემაში გიგი უგულავა ყავდა სტუმრად. და იქ ითქვა, რომ ხო, ყველა ოლქზე 30-ვეზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ აი შეიძლება 15-ზე შევთანხმდებით. თბილისზე მე გეტყვით, ყველა რეგიონებზეც ვისაუბროთ, ამ წუთას უნდა კონცენტრირდეთ თბილისზე. უმნიშვნელოვანესია და ტესტია და ლაკმუსის გაღალდია რა 30 რო მიხსენებ, ჯერ უნარი შეწევს რომ 8-ზე შეთანხმდე. ჩვენ ეს ფართო ჟესტი გავაკეთეთ, უბრალოდ საქმით დავამტკიცეთ და ვთქვით, რომ სამგორს და გდანში კამპანიას ვიწყებთ. მე გდანში დღეს ვიყავ, მართალია ვერ მოვხდი, საათნახევარზე მეტი დროის ასე ვთქვათ გამოყოფა დღეს გომადობით. გდანში მაგრამ ვიყავი მაგალითად, ხო? ჩვენ მეგობრები გვყვნენ სამგორში კამპანიის დაწყება, ეს ყველაფერი არ არის საჯარო, ხო? კამპანიის დაწყებამდე შეჭირდება შტაბის აწყობა, შეჭირდება სხვადასხვა ასე საკითხების გადაწყვეტა. ან თქვენ თქვით უკვე რომ ეს ორი არის გდანი და სამგორი და ჩვენ აქ ვიწყებთ მუშაობას. დიახ, და ჩვენ ეხა არ ვიხენძღვანელეთ სამართლიანობის პრინციპი. ჩვენ ეხა რო ყოფილიყავით მაგალითად მომართულნები, რომ ჩვენ ყოლოდა ყველგან მაჟორიტარული ოლქი დაკომპლექტებული ქონოდა და წარმოდგენილი ყოლოდა ჩვენი კანდიდატი, ეს თავისუფლად მოხერხდებოდა
ახლა რაც არ უნდა დაებრალებიათ ჩვენ კოლეგებს, კი ბატონო, არც მოხდა შედეგი შეიძლებოდა არ ქონოდათ. არა, გეტყვით ამასაც არ ვეთანხმები და გეტყვით აქვს, თუმცა ერთობას რა თქმა უნდა ალტერნატივა არ აქვს. სამართლიანობის პრინციპი თუ იხელმძღვანელებდით, ეხლა აი 2018 წლის არჩევნები ავიღოთ, ხო? ვიღაცა ამბობს, მავანი ამბობს, ჩვენიანი სხვისიანი არ აინტერესებს ხალხს აი ეს საუბარი ციფრებზე ოლქებზე აინტერესებს. ხალხს აინტერესებს რამდენად სისტემაში მოყვანილი იქნება ბევრი რამ ოლიგარქთან გენერალური ბრძოლის წინ. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ხო ამ ოლქებს როცა საუბრობ და მანდატებს კი ავინაცილებ. რა ფრონტი იშლება, რამდენად ფართო. 2018 წლის პირველ ტურში, პირველი ტური ავიღოთ, ხო? ნაციონალურ მოძრაობა ბლოკმა ძალა ერთობაშია აიღო თბილისში 153,000 ხმა მაგალითად და თელმა ოპოზიციამ ერთად აღებულმა აიღო 107 თუ 108,000. ანუ გაცილებით მეტი ხო დამეთანხმებით. ახლა ამ ლოგიკით და ქართულმა ოცნებამ აიღო ჩვენზე ნაკლები ხმა 158,000 ხმა აიღო თბილისში. ჩვენ ავიღეთ 123 პირველ ტურში ხო ახლა ამ ლოგიკით როგორ ხელმძღვანელობა ვიტყოდით რომ ამ ხელა მართლა დევერხანა დიდი უზარმაზარი პარტია ვართ ამიტომ ეხლა მოდით რა თქვენ დანარჩენებს იქ 20% შემოვხაზოთ და იქ იბრძოლეთ ჩვენ აქ ვიბრძოლოთ არა რა თქმა უნდა პირიქით გავაკეთეთ უფრო ლოგიკურიც არის იქ პარტიას უფრო მეტია გავაკეთეთ პირიქით გავაკეთეთ ჩემის აზრით ლოგიკა არის ხალხის გადმოსახედიდან ხალხს ვუთხარით რომ ეს ის ნაბიჯია რომელიც დათმობაში არ უნდა აღიქმეოდეს რა ეს არის მოგებისთვის გადადგმული ნაბიჯი აი თქვენ თქვით რომ ამომრჩეველს აინტერესებს როგორ გახვალთ აი თბილისი ავიღოთ გითხარით თქვენი ფორმულა თუ შეიძლება ორი თქვენ შემდეგ რა მიგაჩნიათ ჩვენ არ ვერევით სწორად რა მიგაჩნიათ ჩვენ არ ვერევით ჩავერევით იქ სადაც დაგვიძახება ჩვენი პარტნიორი პოლიტიკური პარტიები და დახმარებას თხოვენ ამ კონსულტაციას ანუ თქვენ ორი თქვით და მოდით ახლა დანარჩენები შეთანხმდით იცი რა ეს იმიტომ კი არა რომ ვიღაცა ჩვენ გადანაშაულებდა ჩემთვის აზრით საწყენი იყო პირადად ჩემთვის ისე რომ მე ვიყავი თავი და თხემ ჩართული ამ პროცესებში და ახლა ერთი ყოველთვის შეიძლება მიტანო მოკერიას გუშინდელ ბრიფინგს გულისხმობ ხო არ მინდა ახლა სახელები და გვარების ნუ ახლა ზოგადად საწყენი იყო რომ თქვენს რომ შეეპარათ ნაციონალური მოძრაობის სიმტკიცეში ამ თვალსაზრისით მაგრამ ამას ქონდა თორე საფუძველი პროფესიული დაავადება პოლიტიკოსისთვის ეჭვიანობა მეც რომ ვიყო პატარა პარტიის წარმომადგენელი ლიდერი ყოველთვის აი ყოველთვის ასე მოვიქცეოდი რა შეიძლება მე გძნობ ხოლმე და ვცდილობ შევძრე პატარა მომცრო პარტიის თავმჯდომარის ან ლიდერის ტყავში და იქიდან დავინახო პროცესს. ესეც კონფრონტაციული განცხადება. რატო კონფრონტაციული? მათ ალბათ ქონდათ საფუძველი პარტია გამოკითხვებით, ანუ მომცროს ამბობთ მაინც. ესეც ეხა მომცრო, აი დიდი პარტია, რამიშობთ დიდი პარტია. კი ბატონო, არანაირი კონფრონტაცია. თქვენზე პატარა, მაგრამ სხვებზე დიდი, მოკლედ ეს უფრო სწორი იქნებოდა, მოკლედ. სად მომცროც ხო, ნუ ჩვენზე მომცრო არ არის? ჩვენზე მომცრო არის. არის, კი ბატონო. ნახოთ ბაქრაძეს ეწყინება თუ არა ეს კონკრეტული ნათქვამი თქვენი თქვენ შემდეგ იქნება. მეგულისფრე გარდა უბრალოდ ნუ იმისა რომ დისკუსიაში ვართ. და ახლა საუბრობდით დამავიწყოთ ეს ჩვენ იმაზე საუბრობდით მათ რომ თქვენს გუშინრას თქვენს ეს რომ იყო თქვენთვის საწყენი აი ჩვენთვის პირადად არის ზოგადად პროცესისთვის იყო რა თქმა უნდა სხვადასხვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადება დაშვებები და მეც ამ ჭკუაზე ვარ ახლა ხალხო და გეუბნებით რომ იმისი თქმა არ იყო მაშინაც აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო და არ იყო გონივრული ჩემის აზრით რომ არ იქა თუ ოპოზიციური პარტიები ვერ შევთანხმდით პირველ ტურში დავიღუპებით უპასუხისგებლობა არის რომ მეორე ტურში გადავიყვანოთ ბრძოლა მაპატიეთ რა და ამას მე ვაფიქსირდი უშუალოდ საუბარშიც კიდევ ჩემ კოლეგებთან მეც ვიყავი ამ ჭკუაზე ვიყავთ და ამ პოზიციაზე და იგივე პოზიცია დააფიქსირეს ხერბმაც არის აზრის ცვალებადობას აქ პოზიციის არ ქონია ჩვენი მეგობრების და ასოცი გეტყვით ვახო ასოცი მანდატი თამაშდება პირველ ტურში ახლა პირველ ტურში პროპორციული წესით არ დაგვავიწყებს ძვირფას მაყურებლებო სხვა არჩევნებია სხვა სისტემა იქნება 150-დან გათამაშდება 120 ჩემი პოზიცია იცით რა არის და გეტყვით აი ჩავწავთ 2018 წლის პირველ ტურში ყოფილიყო საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი ბარიერით რა ხდებოდა 45 მანდატი აიღებდა ნაციონალური მოძრაობის ბლოკი და თუ ავსწრებით 12 მანდატი მოდიოდა ევროპულ საქართველოსზე პირველ ტურშივე აგებდა ასე დაემართება ახლაც პირველ ტურის პროპორციული შედეგები დიდწილად განსაზღვრავს მეორე ტურში გადასული
კანდიდატების გამარჯვება არ გამარჯვების საკითხი, რომ ანალოგია იქნება პირველ ტურთან და არ იქნება სულ შედეგი. გავიდა დრო. გავიდა და ვის ასარგებლო პენსიონერების, ახალგაზრდების, სოციალურ დაუცველების პანდემია ბატონიკა და ამან ხელისუფლების რეიტინგი შეიძლება გაზარდა. სამწუხაროდ არა, ყავლე აუვიდა ამ ტყუილსაც, იმიტაციასაც, თითქოს ბრძოლისა პანდემიასთან ბევრჯერ მისაუბრია, არ მინდა დრო ამ თემამ ახლა წამართვას, მაგრამ ეს ეპიდემია რომ აფეთქებული იყო 4 თვის წინ არჩევნებამდე 4 თვით ადრე ეყოფოდა ხელისუფლებას და შეიძლება ლიბრი გადააკროდა ძალიან ბევრ მოქალაქეს და სარწმუნოდ მიეჩნიათ პანდემიასთან ბრძოლა, მაგალითად რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერისა, არადა დღეს უკვე ყველამ გავიგეთ რომ კლიპს იღებდა, ხო საარჩევნო, რა თქმა უნდა, მაგრამ საუბედუროდ ქართული ოცნებისა ბევრად ადრე იფეთქა ეპიდემიამ, ვიდრე მათ ალბათ სურვილი ექნებოდა და ახლა ყველაფერი ნათელია და რეალურად ცხოვრება ნორმალურ ტემპს უბრუნდება და კალაპოთზე მეტნაკლებად და ხელისუფლებას არაფერზე პასუხი და უფრო ძიმე დგომა 20 ივნისი მოხდა ხალხო 2018 წლის შემდეგ 2018 წლის აი ერთი წუთი აი მიდევ კაფე გავხადო მეგობრებო 2018 წლის როდის იყო ოქტომბერში არჩევნები პირველ ტურში რო ყოფილიყო საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლება ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა აღარ ექნებოდა მიემართა მოსახლეობისთვის იმიტომ რომ უკვე დამარცხებული იქნება დამარცხებული მიმართვა არ იქნებოდა თქვენ ახლა მოხდება იგივე და ამიტომ ვამბობდი და ეხაც არ უარყოფ და არ ვეთანხმები არავის ვინც იტყვის რომ იცით რა დავიღუპებით თუ ვერ შეთანხმდით მომესწრეთ ჩვენ ეთოქო ისიც ყიდება მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე ისიც ხო შეთანხმება იქნებოდა მაგალითად მადლობა ღმერთს რომ მოხერხდა ხო და ყველა დამშვიდდა და ასე შემდეგ და იმედია თბილისში მოხდება სრული შეთანხმება. ისიც ხო შეთანხმება იქნებოდა რომ მეორე ტურში ერთმანეთს ხარს დაუჭერდით. იმიტომ პირველ ტურში დამთავრებული იქნება ბიძინიშვილის ბედი პოლიტიკური. დიახ. შეკითხვა მაქვს ასეთი. ესე იგი თქვენთვის მეორე ტურები არ არის პრობლემა. არა, ამაზე საუბრობ და ვაპატიო. არა, კი მე ლოგიკა მინდა დავიჭირო. ესე იგი პირველ ტურში პროპორციული ნაწილით რა შედეგი დაჯდება, ეს არავინ არ იცის. შეიძლება თანაბრად იყოთ, შეიძლება ქართული ოცნება ცოტათი წინ თქვენ და ქართული ოცნება მაგალითად ჩვენი ძალაერთობაში. ძალაერთობა რომ სხვა ოპოზიციური პარტიები სადაც მაგრამ კი ბატონო, მაგრამ ლელოთავისას, ალეკოლითას, შუმთავისას, ევროპის მაგრამ მაჟორიტარულ მანდატებს 70 ხმას ხომ ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი. ამიტომ ნახეთ მეორე ტურებში. არ მოარყობ მე ვისაუბრებ. კი, აი შეკითხვას დავსვამ თუ შეიძლება მეორე ტურებში თუ კი შეთანხმება არ მოხდა. ესე იგი თუ კი ყველამ დააყენა რაღაც ოლქებში თავისი კანდიდატურა მეორე ტურებში დიდი ალბათობით დარჩებით თქვენ და ქართული ოცნება ანუ ძალა ერთობაშია და ქართული ოცნება ეს კანდიდატები დარჩებით და ამან შეიძლება ქართული ოცნებას მისცეს უპირატესობა და განმეორდეს 2018 წლის პირველი ტური კი არა მეორე ტური მაპატიეთ ისეთ არჩევა პირველ ტურში არ დარჩებით ჩვენ და ქართული ოცნება ხო რაც მეუბნებით ეხლა ჩვენ გავქრებით 70 ოლქზე ხო 30 ოლქზე რა შეიძლება სადღაც ხო ვიქნებით ხო კაი რაღაცა დავთვეთეთ იქ არა ვართ ნაცი და კოცი იქ არ არის არის მეორე ტური რატო არ განმეორდება არა ერთი წუთი 2018 წლის გეუბნებით 2018 წლის ანალოგია უბრალოდ ახლა არის არადუ გამოსადეგარ უბრალოდ არასწორი მაგალითია. ანუ თქვენ ამბობთ რომ პირველ ტურში ასოცი მაგალითი თქვენ ახლა რასაც ამბობთ ბატონიკა ეს არის შინაარსის შემდეგ. თქვენ ქართულ ოცნებას მარტოც გამიცხლება აზრი მნიშვნელოვანი არის მე საიდან დავიწყე საუბარი ოპოზიციურ ჩემს ლიდერთან საჯაროდ რა პოზიცია დაოფიციალე ოდნავ განსხვავებული. მე ვამბობდი და ვამბობ ახლაც რომ მნიშვნელოვანი არის რეალური ერთობა. ჩვენ რატომ ვერთიანდებით და ძალიან თუ გამიწევაზე დამასრულებელი მიზნის გარშემო მიზანი თუ ერთობა თუ მიზანს არ ემსახურება ის ერთობა ვერ გავიგე რა უბრალოდ მოჩვენებითი ერთობა ჩვენ გვინდოდა რეალური ერთობა სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ფართო სპექტრი ოპოზიციური პარტიების და რაც უფრო მსხვილი იქნებოდა ეს ერთობა ნაციონალურ მოძრაობა ვამბობდი უფრო მეტად ასე თქვა ვიქნებით კომპრომისზე წამოსულები და დავთმოთ როგორც დიდი პოლიტიკური პარტია მაგრამ ვამბობდი რომ შავანათელაშვილი და ევროპული საქართველოს და ნაციონალურ მოძრაობა მხოლოდ ეს არ არის ერთობა ის რასაც თქვენ მეუბნებით რასაც მოემსახურებოდა პირველ ტურში ქართული ოცნების დამარცხებას
ჩემო ბატონო იმ რამდენიმე ოლქში მე ვამბობდი რომ გავამსხვილოთ და ბევრი ამბობდა რომ მარტო მე არ ვამბობ ყველა მხარე პრაქტიკულად ეს პრეტენზია არ იყო ეს იყო დაშვებები როცა დავინახეთ ახლა ნახეთ რა შინაარსზე ამ სიტყვაში ერთობაში ანუ რას თავაზობთ შეგიძლიათ მითხრათ გარდა იმაზე რომ მაჟორიტარული კანდიდატი რა არ მინდოდა რომ მომხდარიყო და ჩვენ დიდწილად ჩვენ საკუთარ ასე ვთქვათ საკუთარის დათმობის ხარჯზე და ვფიქრობ რომ ქვეყნის კრიზისი და გამოყვანის გამო სადაც ხალხი ცხოვრობს სოციალური ადამიანები დიახ ზვარაკად შეწირეთ მაგრამ ბევრი რაღაცა რა გუშინდენ განსხვავებაში რას განსხვავებაში მარტივად აი მაგალითად მოგიყვანოთ ასე მე ვეუბნებოდი მაგალითად არ მინდა კან კონკრეტულ ადამიანს ხო შო ქართული ოცნება თუ გამოვა კანდიდატად არ ვიცი დააყენებს ბატონ დინარაძეს ნაციონალური მოძრაობა ევროპული საქართველო და შავანათელაშვილი თუ იქნება ეს ერთობა კი არ იქნება ეს იქნება ბლოკი აქეთ მხარეს იმიტომ აქეთ იქნება ალეკო ელისაშვილი აქეთ იქნება კიდო ლელო იქით იქნება დათო ჭიჭინა ანუ აქ იქნება ხმები იფლიტება არ გლოვდება არ იკრიბება ამიტომ თუ ეს დისპოზიცია ვაგდება მოდით ყველამ ჩვენ თავზე მივხედოთ ყველამ ბრძოლაში ასე ვთქვათ მივიღოთ მონაწილეობა პროპორციული წილი აწიოთ და ამის შემდეგ გამარჯვებულმა არ მისცეთ ქართულ ოცნებას პირველ ტურში გამარჯვების შანსი. მე ვიდოდა ერთ სიტყვით ყველა ოპოზიციური პარტიების ერთობა. არ გამოდის. გამოდის ეხლა როგორ გუში რა გავაკეთეთ? არა, გუში თბილისში რა გავაკეთეთ? რა თქვენ გააკეთეთ, მაგრამ პასუხი იცით ამაზე. და თქვენ იცით პასუხი? მე ლოგიკურად უბრალოდ ეხლა ადამიანმა თუ არ მოინდომა ერთობაში ამასაც ხო დავინახავთ, ამასაც ხო დავინახავთ ხო ერთადერთი წინააღმდეგ აქ არ არის პოლიტიკა ერთ მხარეს და მეორე მხარეს ამ პოლიტიკის უბრალოდ ოპონენტი პოლიტიკოსი აქეთ არის ოლიგარქი პოლიტიკოსის ბატონიკა ნახეთ აი თქვენ ამბობთ რომ ეხლა ჩვენ ეს გავაკეთეთ და დანარჩენი გააკეთეთ თვითონ ასე გამოდის ანუ შეთანხმება არა გავიგე კი ვიყავით და ნაციონალური მოძრაობა ხელშეშლილი ფაქტორიაო გამოვედით თქვით დავთმეთ და ნაციონალ აბა რა გავაკეთოთ ხო რა გამოვიდა არა ნაციონალ მოძრაობა თქვით და გაიარეთ თქვენ გზაზე წახვიდით დანარჩენები რას აკეთებენ ანუ პროცესი აღარ გაინტერესებს არა როგორ გაინტერესებს მაქვს კომუნიკაცია აღარ განაგრძობს თქვენი მხრიდან ეს ახლა კომპრომისი იყო ხომ საერთო მიზნისთვის გაკეთებული თქვენ ხომ უნდა გქონდეთ ინტერესი რომ დანარჩენიც მოხდეს ჩვენ ვქვით რომ კამპანიას ვიწყებთ სამგორისა და გდანის რაიონში და საქართველოს სხვა ოლქებში და რაც უფრო მალე ჩამოყალიბდებით ყველანი და ამ შემთხვევაში სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი სიტყვა უნდა თქვა და მათ შორის უნდა შედგეს კონსენსუსი და ყველანი ერთად უკვე ჩავალთ იმ ფერხულში და დავიწყეთ ბრძოლას. მაგრამ ჯერ არ არის ხომ გარკვეული რა თქვენ ფრაგმენტაცია რაც ჩვენ გავხსენით ტრომბი, ჩვენ გავხსენით ტრომბი, გავხსენით კვანძი, არ ვიცი. გეკუთვნოდათ კიდევ ასეთი გახსნა როგორც ყველაზე მსხვილი. ავიგე, მაგრამ შეიძლება გეკუთვნოდეთ ბევრ სხვა 4, 5, არა, მომისმინეთ. შედეგ, მაგრამ არავინ არ ელოდა ხა რო კითხოთ მე ხო ვიცი ხა პირადად დამიკავშირდი და არ ველოდებოდით მეუბნებოდნენ და გასახარი ამბავია ყველაზე მეტი ეს ხო ხარიდან არ მოსულა ეს მოლოდინის არ არსებობა ნუ ნაციონალურ მოძრაობის განწყობებმა განცხადებებმა ფრაგმენტულმა ეხლა მე შეყვები ადამიანო რა მინდა გითხრათ მე ვერ მივიღებ არგუმენტს და ამაზე ვამბობდი და 3 დღის განცხადება გავაკეთე თქვენს ეთერში კორესპონდენტი მოსული და ვამბობ რომ მე ვარ ერთობის დაცვის მოძრაობა მომხრე, მაგრამ მოჩვენებითი ერთობა არ ვარგა, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ზოგჯობია სხვა სტრატეგიაზე გადავეწყოთ. იმიტომ რომ თუ ოპოზიცია თუნდაც რვა ოლქში არ დუღაბდება, ხო? არა, მოდით ახლა პირდაპირ გითხრათ. ეს რანაირი ერთობა გამოვა, ან გამოვიდოდა, მე იმედია რომ ეს უკვე წარსულია რა. რასაც ახლა მე მაგალითად მოვიყვანე. თუ ნაციონალური მოძრაობა მაგალითად ევროპული საქართველო შავანათელაშვილის პარტია რომელსაც ძალიან დიდ პლაცი ბატონ შაუას ვიქნებოდი ეს ერთობა ეს ბლოკი ol მაჟორიტარული ბლოკი იქნებოდა იქით იქნებოდა ალეკო ელისაშვილი ქსალკი იგი ეს ხო თქვით მაგრამ არ იცი ჯერ ეს კიდევ ასე იქნება გამოვიდეს ეხლა ხო შესაძლებლობის პანჯარა გავხსენით ანუ თქვენ გახსენით პანჯარა არები იყო ღია აი ლელოს განცხადება არები იყო ღია ვახო ლელოს გადაწყვეტილი აქვს რომ 30-ვე ოლქში ყავდეს თავისი ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატი აქვე რაღაც საგამონაკლისო წესით შესაძლებელია ურთიერთსასარგებლო შეთანხმების მიღწევა და რიგ საგამონაკლისო წესში რამდენიმე ოლქში შესაძლებელია ჩვენ ვითანამშრომლოთ ანუ სივრცე ლელო მაინც დატოვა დისკუსიის მისამნები იმიტომ რომ ხახო მომისმინეთ ჩვენ ვეუბნებიან იმასთან რატო ზიხარ ეხლა როგორც ვიღაცასთან
ვიღაცას არ მოუწონებს ნაციონალური მოძრაობის, რომელსაც ხალხეულ იდეთა რა გინდოდა ზოგადად ნაციონალურ მოძრაობასთან. აბა აქეთ გადმოსახედიდან შეხედეთ, ეხლა ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი, რომელიც არ დავასახელებ რამდენი და როგორ დავზარდ ხო, მაგრამ ჩვენ ვაპატიეთ ეს ქვეყანა, როდესაც სახლი იწვის და შენ უნდა კապჩები აიღო და წყალი შეაცხა და რა რის გარკვევას დაიწყებ. ვისთან ერთად აკრობ ცეცხლს კერას? ცეცხლი უკიდია ამ სახელმწიფოს. ჩვენ არ შევრიგებულ ვართ. ჩვენ მე და გიგია ბუკერი არ შევრიგებულ ვართ და ალბათ ვეცადოთ შევრიგდებით. არაფერი საერთო ბევრი არ აქვს გარდა იმისა, რომ ორივე თქვით, რომ ქვეყანა არასწორი მეთოდებით ვითარდება და ოლიგარქია მოსაშორებელი. ჩვენ მოვრიგდით. ხვალდაზე ანის იქნება რაღაც გარკვეული პერიოდში. ჩემი ოპოზიცია ან მე ვიქნები და მე ვფიქრობ, რომ არ მინდა როგორ დაიქნება, ესე იქნება. ესე ოპონენტები შეებით, მაგრამ დიახ, ვახო. ეს შეკითხვა მინდა დაგისვა და აი კონკრეტულად რო ვისაუბროთ ახლა კიდევ უფრო მეტად. მაგალითად, რესპუბლიკურმა პარტიამ, კერძოდ დავით ბერძენიშვილმა წარმოადგინა თავისი ხედვა, ასე ვთქვათ, ერთგვარი მოდელი, თუ როგორ შეიძლება განაწილდეს ეს 8 ოლქი. 2 მაჟორიტარი ნაციონალური მოძრაობა, 2 ევროპული საქართველო, 2 ლელო პლუს ალეკო ელისაშვილი და შალვა ნათელაშვილი. აი ეს თქვენთვის მისაღები იქნება. მინდა ძალიან კაფეო გავხადო, რაზე საუბრობ. ჩვენ საუბრობთ როგორ გავშალოთ ფრონტი. ეს არის საერთო ფრონტი. მე სწორედ ეს დეტალებია, დიახ, ფრონტი როგორ გაიშალოს საბრძოლო ფრონტი, ეს მნიშვნელოვანი დეტალებია, გეთანხმები. არ ვიცი, ხახნო. ჩვენ ხო დაგვინახა, მე არ ვუგებ ნიშანს. ხო, აი გამოვიწიეთ მაქსიმალურად განზია, წავედით გადავარდით პრაქტიკულად. თქვით რომ გამოვიწიეთ იმდენად შორს ხელს არ შეგიშლით. საუბრის რესურსი აღარ დადის ჩათ ოპოზიციაში. არა, თქვენ თქვით რომ იცით რა, ჩვენ თქვით 2 მაჟორიტარი და მოდით ახლა დანარჩენი გაირკვეს თავისი. მეგონი გარკვევით საუბრობ, არა. რას ლაპარაკობთ? პრობლემას კი არ გავაკეთეთ. უბრალოდ არ გვინდოდა ჯერეთიც ღია კარის მტრევა დავინახე, კიდევ ერთხელ ვამბობ. ქონდა ლეგიტიმური უფლება ადამიანს ესაუბრა სხვადასხვა მოსაზრებები წარმოეთქვა სხვადასხვა ეთერში. იგივე თქვი მეც ახლა ვიღაცამ სადღაცა პარტიაში ვაიმე ნაციონალურ მოძრაობა ამას ვლაპარაკობს. ხომ არ შეგვაქვს ცევს ზურგს და შეთანხმებას ხომ არ აქვს. ახლავე დაშვებები. თქვენ ალბათ გისმით რომ თითოეული განცხადება პროცესში შეიძლება აი მაგალითად ნუგზარ ციკლაური წერს არჩევნების პირველ ტურში ამა თუ იმ მიზეზით არ უნდა დაიკარგოს არც ერთ ოპოზიციამ. მეორე ტურში ერთობა კი გამოაჩენს ვინერს ნამდვილი პატრიოტული ოპოზიცია. ახლა დაგიფიქსირეთ იგივე ნუგზარის მე სხვებს მეგობრებს ერთი პოზიცია ხონდა, იმიტომ რომ ნახეთ ანუ საფუძვლო არ ყოფილა. რატო დაწერა ნუგზარმა ეს იცით რომ საფუძვლო არ ყოფილა განწყობის შეახმა თქვენი რომ მე მგონი ნაციონალური მოძრაობა ძალიან ბევრს ითხოვს. ეთერშიც იგივე. ეს კი არ ვითხოვდით, ვითხოვდით ერთობას. ერთობას მოდით პირდაპირ გითხავთ, ამ ერთობაში რამდენ მაჟორიტარს ითხოვდით? აი რა გახდა მათთვის პრობლემა? ხომ არ იყო აქ რომ კი ბატონო ერთობა გააკეთა 30-დან რამდენი? არანაირი პრობლემა არ ქონდათ რაოდენობაზე. ანუ რამ გააჩინა პრობლემა? ამას განცხადებებმა როგორც რაც მე ახლა ვთქვი. რატომ იცით, იმიტომ რომ მაინტერესებს ეს პრობლემა აღმოიფროთ ორი იმით რომ თქვენ თქვით რომ კარგი გვიდან 2 იყო ჩვენი. ჩვენმა მეგობრებმა იგივე განცხადება გავაკეთე მე ახლა ამას ფიქრობ რომ თქვენ შემდეგ დავით ბაქრაძე იქნება მასთანაც გავარკვევთ ამ ამბავს, მაგრამ როცა თქვით 2 მაჟორიტარი სხვებისგან არ იყო, ანუ კომუნიკაცია იყო რომ კარგია ბატონიკა, აი თქვენ რომ თქვით 2 მაჟორიტარი, ეს კარგია და შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ერთი წუთით ვახო, მადლობა ამ შეკითხვისთვის. ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ცალკე აღებული ოლქის აღება დაესახელებია და ბლოკს ძალა ერთობაშია, ხო? ეთქვა რომ აი აქ ვიბრძოლებ ჩვენ და იქ ჩვენ უბრალოდ არ შეგიშლით ხელს და იქნება მეტი შესაძლებლობა. კარი ღია იყო და რატო დამიმტვრია კარი? ხო, კარი ღია იყო, ღია კარის ტრევა. ეხლა კარგი კარი თუ ვიღაცა ღია ვერ დაინახა, ფანჯრების გამოვაღეთ. ფანჯრები გამოვაღეთ, გავანია ორპერია, უგიგინებს ყველაფერი და ჩვენ წავედით უწოდე ველოდებით მეგობრებს. აი წამოგვეწევიან ცოტა ხანში ერთად აღმოჩნდებით კამპანიაში. ეს ხა მართლა ასე და პრობლემა არ არის, ამოწურულია. ნაციონალური მოძრაობა ვიღაცას ჰქონდა, არ ვიცი, შიში, ჭმუნვა რომ ჩვენ ხელი შეშლები ვიქნებით, ჩვენ ხო დავადასტურებთ, არა ვართ. თაწმინდა წანის ვიტყოდი და არასამგოს რატომ თაწმინდა წანს მე პირადად პირდაპირ გეუბნები, თორსა მსჯელობდით პოლიტიკურ პარტიაში მე პირადად ხა დიდი სურვილი ჰქონდა
და ახლაც აი არ ვარ შინაგანად ჩამოყალიბებული სწორად გავმოვიქეცი თუ არა თაწმინდაზე მაგალითად ვფიქრობდი რომ უნდა მეყარა კენჭი სადაც დავიბადე გავიზარდე და 2014 წელს მაგალითისთვის ვამბობ აი რო ამბობ რომ ნაციონალურ მოძრაობას რას ლაპარაკობთ ახლა თბილისში ნაციონალურ მოძრაობას ახლა 2014 წელს ქართულებს პოლიტიკურ ცხენზე რომ იჯდა და არ ვიცი მართლა ნებისმიერი კანდიდატით რომ მოუგებდა პილოტს ხო იცით გახსოვთ რა მოხდა აი ამ თაწმინდაზე სადაც თბილისის ცენტრია და სადაც ბევრს გონია რატომღაც რომ მაინდა-მაინც ის ხალხი ცხოვრობს ვინც ხარს არ დაუჭერს აღსვით ნაციონალურ მოძრაობას 37% ავიღე ეს და ნაციონალურ მოძრაობა პარტიულისტები სხვაობა ძალიან მცირე იყო და მაგალითად სხვა რაიონში თბილისის 23% თოთ უზარმაზარი სხვაობა იყო 37%-ისა და 23% საბურთალოზე ეხა განსაკუთრებით საბურთალოზე უფრო მეტი ნაციონალ თაწმინდაზე ვერაზე სოლაში უფრო მეტი ნაციონალურ მოძრაობის ხარდაჭერით ცხოვრობდა იმაში 2014 წელს და საბურთალოზე არა იქ ქონდა უბრალოდ კამპანია ჩატარებული ხოდა იქ ვერ ჩავატარეთ ამიტომ ვერ ჩივნა მაგრამ მაქვს ინფორმაცია რომ არის რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატი ვისაც სურვილი აქვს თუ თაწმინდაზე იყაროს გაჩი და შანსი ექნება ერთად მე მეტი კი არა ზოგადად მეტი ვიდრე სხვა არა ნუ თავის თავს მოიაზრებს იქ და არ მინდოდა ყოფილიყო ბუზი მალამუში ანუ ერთობა არ გამეფუჭებია ბატონიკა ახლა თქვენ ამბობთ ორ მაჟორიტარს მაგრამ თუკი დანარჩენები ვერ შეთანხმდნენ ადგებით და 8 ოლქში დააყენებთ მაინტერესებს რა გავაკეთე არა უნდა შედგეს ერთობა ხახნო 20 ივნისს აი ელისაშვილმა მაგალითად კიდევ ლელომ თქვეს რომ არა რაღაც ვერ ვთანხმდებით ამ ამბავზე ეკარგება თუ არა აზრი ასე შემთხვევაში უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ შეთანხმება კი არა ერთობა შედგეს ეხლა ჩვენ მომისმინეთ თუ თავისაკუთარი თავი წარმოვიდგინეთ ორმოში და ორმოდან დაუწყებთ ყურება ძალიან ცოტას დავინახავთ აი ხოლმე ციზეთ მონაკვეთს ხო ფართოდ გავახიოთ თვალი და რეალობას გავუსწროთ ასევე მზერა და რას დავინახავთ მარტივ განსაკუთრებით თბილისში არის შეთანხმება მნიშვნელოვანი ეხლა თქვენ ასიზამდეთ ვახო მეტი რა გავაკეთოთ გულახდილად გეუბნებით აი რა გავაკეთოთ აი გვინდა უკვე კამპანიის გაჩაღება არა მომისმინეთ პარტია რომელიც სოციალური ადამიანებისგან შედგება და ხო გაინტერესებთ რას ვიზამდი ავიღებდი ტელეფონს და დაურეკავდი აი ამ პარტიებს შევკრებდი და ვეტყოდი ორი მაჟორიტარი ახლა რას აპირებს ნაციონალ მე ვიყავი მე დავწმუნდი და გადაწყვეტილება მივიღეთ რა თქმა უნდა გუნდურად მაგრამ ძალიან მტკიცე პოზიცია იყო ჩემიც რომელიც იყო ჩართული ამ პროცესში უშუალოდ ადამიანი რომელიც იყო ჩართული და პროცესებში და იმ პირობაზე ვიცავდი მაგალითად არაფერი უკადდა ხა რომ ჩვენ 8 მაჟორიტარს დავაყენეთ დაშვების დონეზე იყო საუბარი არ დამიმალავს მე შევხვდი ევროპული საქართველოს ლიდერს 4 წელი და ვუთხარი აი ამ საფრთხეს ხედავ მე არ მინდა მაგალითად ხოლო ჩვენ და შაუნათელაშვილი იყო ერთობაში იმიტომ ეს არ არის პრაგმატული ეს ახლა სიახლე არ იყო მათთვის მართლა გეუბნები ეს გულახდილად მაგრამ როდესაც ტელევიზიიდან დაიწყეს საუბარი იქ უკვე რესურსი ახლა ხომ საჯარო ტელეეკრანით საუბრებით ერთმანეთს ეს ასე ვერ შეთანხმდება ვინ დაიწყო ვინ რა მნიშვნელობა დავამთავრე ჩვენ ხო ვინ დაიწყო ერთი კითხვა და რატომ დაიწყო მეორე კითხვა დავიგე მაგრამ რატომ დამთავრდა ესეც ხომ მნიშვნელოვანია აუცილებლად მნიშვნელოვანია უბრალოდ ის რატომ მათ თქვენი პარტიის შიგნით დამთავრდა და ჩიკაიძეს მეგობრები რო დათვნენ და დასაგოვანოს პოლიციელები რო იყვნენ და შევრიგდით რო თან და კაბულს აღარეს შევრიგდით რატომ ალაპარაკებთ 15 წუთი იმაზე რაც აღარ არის პარტიის შიგნით არა როგორ არის თქვენ ამბობთ რომ ორი კაცი დავასახელე უბრალოდ თქვითო რომ ორიო და წავედით და დანარჩენი თვითონ ქნანო და ანუ არ ელაპარაკებით ერთმანეთს ნაყოფით ასე გამოვიდა ასე აღვიქვით მე დავახომე ვიული ისე შეხვედრებზე რა გავაკეთოთ აბა რა გავაკეთოთ არა სულ მოვივლით კაცო ჩვენ არ გეუბნებით რომ არიანოთ ამიარეთ ეს ჩვენი ინტერესი არ არის გავხსენით შესაძლებლობების ფანჯარა დიდი რომ ერთობა მინიმუმ წარმოიდგინეთ ეხა 30 ოლქიდან რო დაგვიწყო 8 ოლქზე ლაპარაკობთ გუშინ საღამოს მერე რა მოხდა ბატონიკა აი რას თქვენ ეს თქვით ამის შემდეგ ოპოზიციაში რა მოძრაობები რა სიგნალები მოვიდა საუბარი მიმდინარეობს მეანერებს სუბიექტებს შორის გულისხმობ რა თქმა უნდა პოლიტიკურ ორგანიზაციებს სუბიექტებს თორე ხა აი შეთანხმების პერსპექტივა რამდენად მაღალია ძალიან უთხილები მე პირადად ეხა მე პოლიტიკურ დაპირისპირებაში კვეთშიც შესული ვიყავი ფაქტობრივად არ არსებობს პოლიტიკურ სპეცი ადამიანი ვისაც არ დაპირისპირები ვარ ან ოპოზიციიდანაც ფასომიზით მაგრამ ამ გადმოსახედიდან ხო ვთები რომ რაც შეგძინა ჩვენ ლეიბორისტული პარტიის ფორმატმა არის ის რომ კულტურა ამაღლდა ურთიერთობისა ერთმანეთს შორის და
წითელი ხაზები აღარ გადაიკვეთება არასოდეს. ეხლა ადამიანები ხელს არ ართმევენ მოსწრება, ეხლა ხელი არ ჩამოვართვა პირველ შეხვედრაზე რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა ერთმანეთს. დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, მოვრიგდით კი არ შევრიგებულად. ამიტომ მიმაჩნია რომ ეხლა იქნება ყველაფერი კარგი. გამოწვევა თუ ვინმეს ეხლა არ უნდა მერავლოს ხის მაგივრად როგორი ჩვენ ჟურნალისტები ვართ, ინფორმაციაც გვაქვს და სულ რომ არ გქონდეს ინფორმაცია თუ დავაკვირდებით ტელეეკრანს და ინტერვიუებში ჩანს რომ ეს მარტივი პროცესი არ იყო თავად ნაციონალურ მოძრაობაში. იმით რომ ნაციონალურ მოძრაობას ან მეტი კანდიდატის ამბიცია აქვს როგორც დიდ პარტიას ან ცოტა სხვა მიდგომას შეიძლება იქ ადამიანები ემხრობოდნენ. თქვენ დარწმუნებული ხართ რომ აი ეს რაც გუშინ გამოაცხადეთ ამას აქვს სერიოზული პერსპექტივა. თავად პარტიის შიგნითაც რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი, რამდენიმე არა, ერთ სახელმწიფოს დავასახებ, საუბრობს კვლავ კითხვის ნიშნით, რომ აი თუ შეიძლება ხახახტო ამით პირადად მე ვარ შეურაცხყოფილი, გეუბნებით, რომელიც ვარ წარმომადგენელი პარტიისა ამ მოლაპარაკებაში. დავინახე რომ არჯანსაღი პროცესები ვითარდებოდა ჩვენია დამოუკიდებლად და ვარჩიეთ ის ფორმა რა ფორმითაც ჩვენ გველაპარაკებოდნენ და გაუგებრობა გმავდებოდა ღრიჭო ფართოვდებოდა დავინახეთ ხო და ეს კერა აღმოფხარით ჩავაქრეთ რომ უკაცრავად აქ და გავედით იყო რა დიდი წვლილი პირადად თქვენი პარტიას თქვენ პირადად აიღებთ რომ თქვენ თავზე ეს პროცესი შიდა პარტიულ ნაციონალში თქვენ თქვით რომ პრინციპში რაღაცებში ჩვენ მე ვეთანხმები მათო ნაციონალურ მოძრაობაში არსებობს ახლაც ბევრი ადამიანი ხარდაჭერები სოციალურ წერენ რომელიც არ მიესალმებიან ამ გადაგუნაბიც მაგრამ მათთან კომუნიკაციის შესაძლებლობაც მაქვს და დროდადრო ვფიქრობ რომ სივრცე ისეთია რომ ყველა პარტიას რჩება შესაძლებლობა თქვას რომ რაღაც ეს მოდელი შეიძლება არ მოსწონდეს და ეს ერთობა თქვენ ამბობთ რომ თუ კი რამდენიმე პარტია ცალკე დააყენებს კანდიდატურას აზრი ეკარგება რომ დაეყენებია სანამ გუშინდელი განცხადება გაკეთდებოდა მანამდე მე პირადად მქონდა საუბარი ოღონდ ეთერში მე არ მისაუბრია მაგრამ ჩემმა მეგობრებმა აი მაგალითად ნუგზარი ახსენეთ ხო დაწერა რამაც მე საუბრობდი სხვა ლიდერებთან აი ლელოსთან თუ გქონდათ კომუნიკაცია რომლის განცხადებაც მე ახლა წაგიგით მე ბადრი ჯაფარი ბატონ ბადრი ჯაფარიძეს მაგალითად მამუკა ხაზარაძე თვალად არ მინახავს ხო ტელევიზორიდან თქვენ იცნობთ ალეკო ელისაშვილთან გქონდათ კომუნიკაცია აი მე ორი მაჟორიტარი ვქვი და თქვენთვის ეს ლეიბორისტული პარტიის ფორმაში რა თქმა უნდა ეხლა გქონდა ეგ შესაძლებლობა აზრთა გაცვლა გამოცვლის და მე ვფიქრობ რომ ყველა ფიქრობს ერთობა უნდა შეიკრა მოკლედ თბილისთან დაკავშირებით იმგვარი ხვედრი დიდი ძმის ოჯახში დიდი არ ვიცი კომპანიის ძლიერი გონიერი სპორტსმენისაც ალბათ აი ეხლა მე მეკითხებით ისეთ საკითხებს რომელიც უკვე მე კი არ უნდა დამისვათ ჩემისადმი სხვა პოლიტიკოსაც ვკითხავთ ამას ჩვენ დავიწყეთ საარჩევნო კამპანია კი ბატონო ყოველთვის იქნებოდა თუ ჩასაფრებული ხარ თბილისზეც კი არ არის ყოველთვის ნაკს მიპოვს თბილისშიც არ არის ჯერ ეს საბოლოო გასაგებია რაც იგულისხმება არ შემითანხმა სანგორი და დანი მაგალითად ხო თბილისშიც არ არის ჯერ ესე იგი შეთანხმება საბოლოო და ვხედავთ რომ რაღაც ერთულები აქ შეიძლება კიდევ იყოს. დანარჩენ ოლქებზე საერთოდ რა პერსპექტივა არსებობს? აი რეგიონებში. რამდენი 20 წუთებს საუბრობთ ჩვენ და თითქმის ვერ წავედით წინა მე ვსვით ეს აქტუალურია და გასაგებია. გვაქვს ჩვენ კიდევ მოვახერხებთ. თბილისი არის ახლა ტესტი, რომელიც ჩააბაროს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ. მე ვფიქრობ ჩვენ ჩავაბარეთ. კონკრეტული ოლქები რატომ დაასახელეთ? შეგეძლოთ არ დაგესახელებინათ. არა, უკვე კაფე აღარ იყო. ხალხი დაიღალა, ხო, ბოლო უკანასკნელ 3-4 წლის განმავლობაში საუბარი იყო, რომ ის ამდენი იმან რაღაცა სხვანაირად გაიგო, ამას სხვანაირად თქვა, ეს რა ხდება, რამე სხვა არ აქვს ადგილი და დავამთავრეთ. და მე გამიხარდა რომ ჯანსაღი იყო გამოხმაურებაც და არავის პრეტენზიის სახით არ უთქვას რომ რატო იქ და რატო მეტნაკლებად ეს იყო ასე თქვა შეთანხმებული ხო შეთანხმებული იყო მეტნაკლებად ეხლა არ ვამბობ რომ ეხლა და ფართო ფორმატში ჩვენ როგორც არის 3-4 სუბიექტი ერთად 5 სუბიექტი რეგიონებში არ ვისაუბრია რეგიონებში რამე პერსპექტივა ვიგზენით უკვე რომ
პროცესები ძალიან ოქრობლოკროზაზე შედგა და აღმოჩნდით ძალიან არასამართლიან პოზიციაში და მე პირადად აღმოჩნდი იქ სადაც არც ველოდებოდი აღმოჩნდებოდი კაცი ველაპარაკება ტელევიზიით ნაციონალური მოძრაობა კი ბატონო აგერა ყველაფერი ბატონიკა გავაკეთეთ იმისათვის აი რომ ეს ერთობა მოდით ახლა მაყურებლისთვის კიდევ უფრო მეტად სიღრმეებში შევიდეთ ეს ერთობა აი ამ სახით როგორცაც ახლა ვსაუბრობთ უფრო მეტ შანსს უჩენს ოპოზიციას თუ არ უჩენს გეუბნებით თუ ჩვენ შევთანხმდით აი ამაზე თუ შევთანხმდით სრული ერთობა თუ იქნება ოპოზიციურ პარტიებს შორის ანუ ყველა ძირითადი აქტორი მოდი რა ვთქვათ ხო იქნება წარმოდგენილი ამ 8 ოლქში ვიღაცა რაღაცის დათმობას მოუწევს ალბათ კი ბატონო ეს დეტალებია ანუ უფრო მეტ დაწმუნებული ვარ თბილისში 8 ოლქს მოიგებს პირველ ტურში ოპოზიციური კანდიდატი ეს ერთობა იქნება თუ არ იქნება ალბათობა იზრდება მეორე თუ არ იქნება ხახმო უფრო მნიშვნელოვანი არის პროპორციული ამაზე ჩემი მიუხედავად იმისა რაც გავაკეთეთ მე შევთქვი რა პროცესში ვიყავი ამაზე ვჩები რომ 120 ანუ 80% ეს გასაგებია იქ ხომ ყველაფერი გარკვეულია პარტიები გადიხართ ბლოკებში ჩალცალ არა ერთი წუთი და გავიდები გარკვეულია საარჩევნო პროპორციული სისტემა რა ჯანდაბად გვინდოდა დაბა ხო გარკვეულია ყველა აიღებ იმდენი უნდა შეიყვანო ხო აიღებ 1000 ხვას მისი პროპორციით უნდა წარმოდგენილი იყო პარლამენტზე ხომ არ ვკამათობთ ახლა პროპორციულის ნაწილში გადიხართ არჩევნებზე ყველა პარტია გავა თავისით არჩევნებზე ჩვენ მაჟორიტარებზე მნიშვნელოვანი ნუ აკნინეთ 120 მანდატის როლს. სულაც არ ვაკნინებთ, რამდენსაც აიღებთ, იმდენს მიიღებთ. ის არის უფრო მნიშვნელოვანი. გასაგებია, მაგრამ იმას მიიღებთ, აი პარტია რამდენსაც მიიღებს, პროპორციულად გეკრებათ მანდატებში. ჩვენ გეუბნებით, რავი გულისხმობთ, თქვი რომ ზვარაკად შევწედით, მნიშვნელოვანია, ხო? რაც უფრო ცოტა კანდიდატი ყავს პოლიტიკურ პარტიას, მით უფრო ნაკლებ ხმას იღებს პროპორციულ არჩევნებში. წესით. უფრო ნაკლებს წარმოიდგინეთ აი მაგალითად ნაციონალური მოძრაობა თაწმინდაზე ანუ პროპორციულ ნაწილში დაგარტყამთ თქვენ კი არა ნებისმიერ დამრიწევს ორი რადგან ხალხი მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ ეს არის ის იღებს მეტხმას ავტომატურად და სტაბის და ორგანიზაციის ასე ვთქვათ სამუშაო რომ არც ერთი ხმა არ დავკარგოთ არა მაგალითი მინდა ცოცხალი რომ მოვიყვანო მე ნიკა მელია მაგალითად თაწმინდაზე არის მაჟორიტარი კანდიდატი 3 თვის განმავლობაში აი დადის აღმართ მიდის მოდის ყველა ოჯახში შედის აგიტაციას ეწევა წარმოგიდგენიათ ხო ეს ერთი და პროპორცია იწევს შენი როგორც პარტიისა ზევით და ასევე მაჟორიტარის ხმებით როდესაც თაწმინდაზე არ არის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი და დადის მაგალითად სხვა კანდიდატი და ის შედის ოჯახებში და ელაპარაკება რაც მნიშვნელოვანია თქვენი პარტიისთვის ნაკლები არა თავის პარტიაზე და აქტიურია ფრონტრანერი ყავს ხო ბუნებრივია მცირდება მაგრამ ჩვენ ახლა გადავეწყობთ და სხვანაირ კამპანიას შევატარებთ რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს რო გესმოდით ეს არ არის მარტივი ამბავი რა ორგანიზაციულადაც ეხლა უფრო მეტი რესურსის გაღება მოგიწევთ რომ იმ ოლქში სადაც თქვენი კანდიდატი არის დამატებითი ეს აბსოლუტურად გასაგებია მაგრამ 120 მანდატი მე პირადად რომ გითხრათ გეუბნებით რა თუ ერთობა არ იქნებოდა ახალ იუჭვაზე არც მინდა დავიჯერო რომ მინიმუმ თბილისში ეს ერთობა ვერ შედგება იმიტომ რომ იმდენდად ყველაფერი ეს ერთობა აი ამ გეუბნებით ეხლა თუ მეორე ტურში ისედაც თუ მეორე ტურში ისედაც გადაყავთ ქართული ოცნება მეორე ტურში დავამარცხებთ რა გინდათ ეს ერთობა მაშინ აი არა ხო და გეუბნებით ამ შემთხვევაში თუ არის რეალური ერთობა ჩო ვახო ნინო და ნიკა არიან ოპოზიციონერები და ვერ თანხმდებით და თუ ვახო და ნიკა არიან ერთად და ნინო ცალკე არის რანაირი ერთობა ბლოკია ახლა არა გვაქვს არ გვექნება იმედია თბილისში როგორ უნდა გქონდეს ჯერჯერობით ვერ ამბობთ რომ იქნება უახლოეს დღეებში იქნება ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი ამისათვის და გავაკეთეთ ხახნო კიდე ჩვენ როლს პოზიტიურს თამაშობდით როგორც სხვა პარტიები და კიდევ ერთხელ გავაკეთეთ. აი ხლა აქ არის ასეთი თემა, პროპორციულზე აქცენტი თქვენის აბსოლუტურად გასაგებია, ასოცი. ყველა პარტიას ვადაშორის, ვისაც არ ეყოლება კანდიდატი ისეც კარგავს ხმებს პროპორციულს. ეს ლოგიკა ჩვენ გეუბნებით, არა, ლოგიკაზე ამ დროს რა ხდება? 30 პარლამენტი ყავს შენ მთავარ მოწინააღმდეგეს. 30 რა ქვია პარლამენტი დადის 4 თვის განმავლობაში რეგიონში, ქალაქში, თბილისში, ხო?
ანუ ნიშნავანია ამიტომ რომ ყველა ოპოზიციურ პარტია მაგრად იმუშაოს და პროპორციული პროცენტი გაიუმჯობესოს. ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აი მაგალითად თუ საერთო საქმისთვის ჯობია რომ ნაციონალურმა მოძრაობამ აი ხო მაყურებელი ხო გვისმის აი დაამბობთ რომ პროპორციულ ნაწილში დარტყმას მიიღებთ თუ კი თქვენი კანდიდატები უფრო მეტნი არის. ვეღარ მივიღებთ, იმიტომ რომ ჩვენ გადავეწყვეთ და სხვა სახის კამპანია გვექნება. ესმის რომ სხვა სახის კამპანია გექნება. კამპანია ექნება ბერხვას დაკარგავს ქვედაბრიგეუნებს. ხო და აი ხო თქვით ეს რომ გადაეწყვეთ, მაგრამ თეორიულად რეალური ერთობისთვის ღირს ამ ყველაფრის მსხვერპლად გაღება, მაგრამ მოჩვენებითი ერთობისთვის იმიტომ რომ ისი განმარტება მინდა, იცი გავაკეთო ბატონიკა. ეს არის მანდატებისთვის ბრძოლა თუ ზრუნვა იმისთვის რომ არა სხვა პარტიების მხრიდან თუნდაც იმ მანდატების რომ მექანიზმია ნაციონალური მოძრაობა კი არ იყოს წარმოდგენილი მანდატებისთვის ბრძოლაც რომ იყოს არა როგორ გინდა ახლა ომისით გამაგიჟებთ ახლა რომელი აი მითხარ ნაციონალური მოძრაობა რევოლუციას აკეთებსო რევოლუციონერები დაიწყო დამასრულებელი თქვენი აზრი რა ჯობია ორ ოლქში იყოს თუ ექვს ოლქში შანსი უფრო მეტი როდის ავასრულო რა უნდა ნაციონალური მოძრაობის მიმართ აი წარმოუდგენელი მოსაზრებები ირჩევა ხოლმე. იყო წლები და მათ შორის ოპოზიციური პარტიები და დავდივარ აგერამ სამაჯურით, ხო? და არც ოპოზიციური პარტიის ამომგებლებს ვაკლებდნენ, ხო? ხა გასაგებია, დიდები ვარ, ძლიერები ვარ და ნუ არ ყოველთვის დინამო თბილისი, როცა ასპარებდა საქართველოს ჩემპიონატში, ხო? ლანჩხუთის გურია რომ ბევრად მობილიზებული იყო დინამო თბილისთან თამაშის დროს, იმიტომ რომ ნუ სხვა ის ქონდათ რა ქიშტობა გამიგეთ? დიახ. აი ფრაგმენტია ქართული პოლიტიკის ოპოზიციურ ველზეც არა ზოგადად ნაციონალურ ვეგლარა ჯერ იყო და გეუბნებოდა რევოლუციას ორიენტირებული ძალა ახლა მეუბნებით რომ არჩევნები იქით მიდიოდა და არაო ისლამის ისოლკი დამით მოდი ამ შეკითხვაზე გამეცით პასუხი არჩევნებში გვინდა და ცუდები თქვენი აზრით ეს ანუ რაღაცას ხო უნდა ეყრდნობოდეს თქვენი აზრით ნაციონალურ მოძრაობას ორის მაგივრად რო ყავდეს 4 მაჟორიტარი თქვენ საზრს გეკეთებთ არა ერთობაზე არ უფრო მეტი შანსია თუ არა მოგების ასეთ შემთხვევაში ჩემის აზრით ნიშნოთ არაფერი არ იცლებოდა ჩემის აზრით არაფერი ნიშნოთ არ იცლებოდა იმიტომ რომ პროპორციული ხვედრითი წილი როდესაც მოდის 120 მანდატი მოდის კაცო პროპორციულ სიაზე არის უმნიშვნელოვანესი. ნუ უგულებო ეს გვაქვს თემა. ამ ფაქტს არა ამ ფაქტს 120 მნიშვნელოვანია ხარ თუ გამიჯერეთ 120 პირველ ტურში გეუბნები ჩემ პროგრამას დამიძახებთ. მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ასეთი არა ჩვენთვის პირდაპირ გეუბნებით რა შედეგობრივად გონია უბრალოდ გაგვირთულდა ახლა ორგანიზაციული სამუშაოები ჩატარება მაგრამ ამ ტვირთსაც გავხსევთ იმიტომ რომ როცა თმობ შენ გარკვეულ რაღაცა ოლქებს და არ ყავს მაჟორიტარები სხვანაირად აი ვიდრე რეკლამაზე გავალთ ეს კითხვა დამჭა და შემდეგ ისე თქვენ ერთად ბრუნდებით სრული ერთობისთვის ღირს ამ ყველაფრის დათმობა სრული ერთობა სხვა სინერგიას ეძლევა მაგრამ მარტო ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის და შავა-ნათელაშვილის პარტიის ასე ვთქვათ კოალიცია ვამბობდი ხახ ნუ არ არის გარმალავდი ამას ეს არ იქნება ერთობა ეს იქნება ბლოკი იმიტომ რომ იქით ალეკო იქნებოდა იქით გავუგებროთ ვაუსაუბროთ მინდოდა რომ ფართო ყოფილიყო სპექტრი მესმის ამას შესწირეთ ასე ვთქვათ პარტიული ინტერესი არ დავუგებრო დავიღალე იმითი ეს უნდა ახსნათ ბატონიკა ნახეთ აი ჩვენ რამდენი ხანია ამაზე გეკითხებით ეს ასახსნელია იმიტომ გეკითხებით რომ ასახსნელია ხო ცოტა რთულია მაყურებელი უსმენს ამას ორი კანდიდატი ორი იქით ან რაღაცა ორი კანდიდატი კი არა ორი პატრიოტი უნდა იყოს პატრიოტი ადამიანი ქართველი რომელიც ამ ქვეყანას იმედს განვითარებისას გაუღვივებს და შანსს მისცემს. მოდი არ არის რომ წინ უნდა წავიწევთ. როგორც იცი არ შევეჩვიეთ, როგორც 90-იან წლებში, როგორც 90-იან წლებში აღარ გიკვირდა რომ შუქი არ იყო, არ გიკვირდა ბეჟოდ, არ გიკვირდა რომ ქურდი ყავდა თბილისში კანონიერი, როგორც არ გიკვირდა რა ვიცი ამანქანას გაგიტეხებდა, არ გიკვირდა პროზაულიყო. ისე აღარ გიკვირს რომ ოლიგარქს აქვს მართლმსადაულებები ჩაგდებული ქვეყნის. აღარ გიკვირს. რეკლამის დრო გვაქვს ბატონიკა. ეს არის ცუდი რომ ბელს აღარ ჩვენით ჩვენთან ერთად წინ წავიწიოთ თქვით და რეკლამის შემდეგ წავიწებთ. რამდენიმე კითხვა დაგვჭა მათ შორის გიორგი ვაშაძის საკითხი თქვენი მხრიდან როგორც შეფასდება საინტერესოა და რა ხდება ძალა ერთობაში ეს ფლანგზე დროებით. ჩვენ ბრუნდებით ეთერში ნიკა მელიასთან ერთად ბატონიკა თქვენ ამბობდით რომ თბილისში 8 ოლქში ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება.
და 30-დან 8-ში თუ კი მოხდება შეთანხმება 8-ს მოიგებთ. შეთანხმებასთან სრული შეთანხმების ხასუსად სრული შეთანხმების შემთხვევაში მე ვამბობ რომ პირველივე ტურში იქნება შედევრი მაჟორიტარი ახლა რაც ეხება 30-8-ს 22 რომ რჩება რეგიონებს აი აქ რა მოცემულობა რა პერსპექტივაა შეცდომით მე ვიწყებ კამპანიას რეგიონებშიც და თქვი გუშინაც რომ რა თქმა უნდა ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას დისკუსიისა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თუ იქნება ძლიერი პანაცეა არ უნდა იყოს ოლქის დათმობა რა ერთი ხო ოლქი დავითო და აი ერთობა შედგა და რეალურად ეხა იქ კანდიდატი სუსტი ყავს შენ ოცნების წინააღმდეგ ხო ეს რა თავის მოტყუება ხო არ იქნება ძლიერი კანდიდატი შემთხვევაში ძლიერი აი ჩვენ განვიხილავთ პირადად ჩვენ განვიხილავთ და ცალკეულ ანუ სხვადასხვა ფორმატში ყოფილა ეს კომუნიკაცია სხვადასხვა პარტიებთან მაგრამ არიან პარტიები რომლებიც ეხლა ზუსტად ვიცი აყენებენ რეგიონებში კანდიდატებს და ამის პრობლემას ვერ ვეცხედავ ნუ ეხლა ზუსტად არ მინდა დასახელება დააყენებენ თავის მაჟორიტარულ კანდიდატებს მაგრამ მე პირიქით გონია და არა მარტო მე ყველას რომ ცალკეული ოლქები არსებობს სადაც ჩვენ უნდა დაასხდეთ და დავაყენოთ ერთ ოლქში რამდენიმე კანდიდატი იმისათვის რომ ქართული ოცნების ხმები დაიფრიტოს. აი მაგალითად ცოტა გასაგებად რომ უთხრათ აუდიტორიას რას გულისხმობთ? სადაც ქართული ოცნება ძლიერია. არა, ნუ აი არ მინდა ახლა რატომ გავხსნა ჩილები უბრალოდ ცხოვრება რო არ გავადო პოლიტიკური ქართულსაც გან მიხვდები ალბათ რასაც საუბრობ ხა. არის ოლქები სადაც ისეთი სამაჯური გიგესიათ რომ მე მგონი ვერაფერს გამოაპარებთ ქართულ ოცნებას. არის ოლქები სადაც ხელისუფლებას უპირატესობა არის, გამიგეთ, მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოსაზრებების გათვალისწინებით დააყენოს კანდიდატი ერთმა პარტიამაც, მეორემაც და მესამემაც ოპოზიციურმა, მაგრამ ეხა თუ ეხა ვიღაცა მეტყვის რომ იმიტომ დამითმე, რა ქვია, მაჟორიტარული ოლქი იქ რომ შენ პარლამენტში რო შეხვალ 55 კი არ იყო, 54 იყო, 50 და მე ვიყო მეტი უბრალოდ თუ არ უნდა იყოს ძლიერი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში კი ბატონო, მაგრამ ეს საინტერესო რამე მექანიზმით აწონით? ანუ პრაიმერისები ჩატარდება? არიან ახლა გამოკვეთილი ოპოზიციური ლიდერები, რომელსაც ახლა არ სჭირდებათ ხო ახლა პრაიმერისი ჩატარება, ან კონკურენტიც არ ყავთ ამ თუ იმ ოლქში და გამოკვეთილი ლიდერები არიან. შეიძლება ძლიერი პარტია არ კონდეს, მაგრამ კანდიდატი იყოს ბატონი გრიგოლ ვაშაძე კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერმა დღეს მოქმედმა პოლიტიკოსმა როგორც ოპოზიციიდან ასევე ხელისუფლებიდან ქუთაისში მაგალითად. კი, სადაც ის ბატონი, აი ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. თუ კი როგორც თქვენ ამბობთ, რეალური ერთობა არ შედგა, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ყველგან დააყენებთ ნაციონალური მოძრაობა, ძალა ერთობაშია დააყენებთ მაჟორიტარ კანდიდატებს. ეს კარგად როგორც მოდის რეალური ერთობა, რაც ფართო აი რამდენი პარტია შეიძლება არ შეუერთდეს და ამ შემთხვევაში ირღვევა ერთობა. აი ყველას უნდა ერთობა, ანუ ყველას უნდა ერთობა ჩვენ ხელშემშლელ რაღაცა ფაქტორებს ხედავდით და გადავდგით ის ნაბიჯი რომელიც გადავდგით და მე მგონი ყველას უნდა ეხა ერთობა მინიმუმ თბილისში ხო შეუძლებელია თუ წინავე შემთხვევაში გეუბნებით ეხა ვერ ხედავ პრობლემას და ვერ ხედავდი და არაფერი ახლა ვიღაცა რომ სხვადასხვა თავარი პროტეზია არ მინდა სახით რა გქონდათ როდესაც საუბრობდნენ ხო ჩვენი მეგობრები საუბრობდნენ რომ აი დაშო ეხაც გეუბნებით ხო თუ სრული არ არის ერთობა მაშინ კი ბატონო დავარქვათ რომ ერთობა არის და იყოს ერთობა მაგრამ შედეგზე ორიენტირებულები ხო უნდა ვიყოთ კარგი ჯანდაბას აი გავაკეთეთ ის რაც გავაკეთეთ და მე იმედი მაქვს რომ ყველა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ერთობა იყოს რაც შეიძლება მსხვილი ბატონიკა თქვენი აზრით ბევრგან შეიძლება ყველგან იქნება მეორე ტური ანუ პირველ ტურში ერთობის შემთხვევაში გამარჯვების შანსი პირველ ტურში არჩევნების შედეგები ჩვენ გავიგებთ გამარჯვებას დარწმუნებული და ეს უბრალოდ თქვა დამარცხებულს გავიგებთ ეს იქნება ქართული ოცნება პროპორციულ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი ხახდო ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პროპორციულ ნაწილში მე ასე მგონია ეს მე ძალიან ნიშნავს რომ უმნიშვნელოვანე მაჟორიტარული ოლქები გითხარით ემპირიული მაგალითი მოგიყვანეთ 2018 წლის
არჩევნები პირველ ტურში რო ყოფილიყო საპარლამენტო არჩევნები, პირველ ტურში მარცხდებოდა ქართული თქვენი მხრიდან გავიგეთ და მეორე ტური. თქვენი მხრიდან გავიგეთ ასე ვთქვათ არგუმენტები სხვა პარტიებს რომელთანაც უნდა შეთანხმდეთ მათი მხრიდან ხომ არ ჩდება ასევე შტაბეშტილება რომ არის მანდატებისთვის უბრალოდ პარლამენტში შესასვლელად ბრძოლა თქვენი ხმების გამოყენებით ბევრი ჩვენი გულშემატკივარი ასე უყურეს და ვარწმუნეთ რომ ეს ასე არ არის მე არ ვამბობ ამას ჩვენი გველი გულშემატკივარი ასე ამბობს დიახაც იმიტომ მომიშნეთ მაგრამ ერთობა რეალური ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დაქუცმაცებული ერთობა არა ეს ბლოკი ერთი ბლოკი ორი ბლოკი სამი ბლოკი ოთხი ბლოკი აი ეს ამას არ მომალავდი ვერ მომალავდი ახლა გუშინდელი დღის შემდეგ ვითარება შეიცვალა და როგორც არასოდეს გაჩნდა რეალური შანსი მსხვილია რასაც გულისხმობ აი ამ ერთობის ჩამოყალიბების როგორც მინიმუმ თბილისში და უახლოეს დღეებში მე არ საუბრობ ეს გაგრძელდება კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან საუბარი არის რომ თუ მოხერხდება 20 ივნისს კი ბატონო აი მაგალითად თქვენი დიდი ძალისხმევით როდესაც თუ შეთანხმდით ერთიან კანდიდატებზე სხვა პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ მოიგეს თქვათ ოლქი და შემდეგ თქვეს რომ იცით რა ჩვენ თავად გადავწყვეტ აწი როგორი იქნება პოლიტიკური ჩვენი ხედვა რას გავაკეთებთ კოალიციის შექმნაში ვის დავეხმარებით ვის არ დავეხმარებით აი ასეთ შემთხვევაში რა ხდება კოალიციის შექმნა ბიზინა ივანიშვილთან ვერავინ ვერ გადაბედავს ბიზინა ივანიშვილთან კოალიციის აგასეთ საღად მოაზროვნე პოლიტიკის ამას არ გააკეთებს ბუნებრივია ხა ოდესას ოლქებში ჩვენ შევთანხმდებით საერთო მაჟორიტარ ოლქებზე ხო რა თქმა უნდა ხა ამის აუცილებლობას დადგება, რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად მოხდება. პირობა იქნება, რომ ბიზინა ივანიშვილს ოლიგარს ჩვენ კოალიციას არ შეუდგენთ. ოლიგარი, ხო და ეს დაწუნებული ხართ რომ ყველას აღარ მოაზროვნია ვისთანაც ახლა თქვენ საუბრობთ ეს საკეთებია. ბიზინა ივანიშვილი და ოლიგარქი ბიზინა ივანიშვილთან კოალიციის გაკეთება რას ნიშნავს? ის კი არა რომ კიდე ბიზინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში. ნიშნავს რომ მაგალითად თადუმაძე ბატონი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს ტოვებს 2040 წლამდე ხო? იქ მურუსუძეს ტოვებს, იქ ტოვებს შოთაძეს, საკუთარ მოსამსახურე პერსონალებს ტოვებს თავდადებობაზე სახელმწიფო სამივე შტოში იქნებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები კი არა. ბიზინა ივანიშვილის კარზე უბრალოდ აღზევებული პოლიტიკოსები. ანუ ეს არ არის პრაგმატული თქვენ ამბობთ. მაგრამ სხვა გამოწვევა იდეოლოგიური მაგრამ ახასებობს კიდევ სხვა პრაგმატიზმი, რაც შეიძლება მიდიოდეს ფინანსურ რესურსებთან და შეიძლება აქ ყოველთვის იყოს დიდი პოტენციალი. და როგორ აუხსნის საზოგადოებას, რომ ჩვენ ტოვებთ, გიტოვებთ, ჩვენ გვინახავს. არა უხსნის. ჩვენ გვინახავს. არა უხსნის და ძალიან სულაც არა უხსნის, რაღაც სარგებელი შეიძლება კონდეს ისე. დემოკრატიული ტალღა წალეკავს იმ ძალასაც. ყოფილა სიტუაციები დემოკრატიული აზრთებული ტალღა ვახო. მესმის, მაგრამ როგორც ხელისუფლებას ასევე იმ ოპოზიციას, როდესაც მაგალითად ოპოზიციას დაუხევია მანდატები და არ შესულა პარლამენტში, მაგრამ ზოგიერთი შევიდა. ასეთიც ყოფილა. შევიდა და იყო პარლამენტში და რა თქმა საუბარია რომ ოლიგარქს უხანგრძლივებს ყოფნას ხელისუფლებაში ვინმე თუ არა გამორიცხულია ხა ამას არ არსებობს ამას ორჯერ თავში არ გაივლებს არავინ და თუ კი ვინმე გაივლო დაწუნებულა ამას არ უწევია ვაშაძის საკითხი და უნდა დავასრულო თქვენთან საუბარი დალაგდა აქ სიტუაცია რატომ იყო ასეთი მწვავე განცხადებები მაგალითად წინა ეთერში თქვენმა თანაპარტიელმა მას მოღალატე უწოდა როდესაც თავის დროზე წავიდა ნაციონალური მოძრაობიდან ბიოგრაფიულად მოღალატე არა ასე ითქვა ბიოგრაფიაში გამოკვეთა მისთვის ღალატის ფრაგმენტი სათვალეო გიან თქვა რომ ეს იყო ასე და რა თქმა უნდა ხა ძალიან არასასიამოვნო რამ მოხდა არა მგონია მაშინ ხა გიორგის ზეამაყა ამ ყველაფერს მაგრამ დღეს რა მოხდა ეხლა მე გეუბნებთ რა მოხდა ამის განხილვას არ ვაპირებ მეორე უკვე ითქვა და ეს ის შემთხვევა როდესაც ამ თემაზე საუბარი არ მინდა და მინდა გთხოვოთ რომ ამ თემაზე არ ვისაუბრო მე ყველა საკითხებს ვცდილობ რომ იყო გუწვება ეს ის საკითხია მე აუქს არ ვიტყვი ხა გიორგიზე არ ვიტყვი ეს არც არის ვინმე არ ვიტყვი დაუშვათ თუნდაც იმას რასაც შეიძლება ვფიქრობდე და ვფიქრობ რომ ყველა პრობლემა არის მოგვარებადი გადაულახავი წინააღმდეგობა შექმნა გადაულახავი თორემ პიროვნულად ახლა ვის რა ურთიერთობა არის სასიამოვნო უბრალოდ ის რაც არ იყო სასიამოვნო რაც მოხდა უბრალოდ და რამაც გამოიწვია ეს უსიამოვნება ხო ზოგჯერ პატარა
პრობლემიდან წარმოიშობა დიდი პრობლემა და სამწუხაროდ ეს პრობლემა გაიზარდა ძალიან მოკლე პერიოდში. ამიტომ მე არ ვაპირებ გიორგი ვაშაძეზე საუბარს ამ საკითხის და ამ მიმართულებით, იმიტომ რომ უნდა დაისვას წერტილი. ჩვენ არ უნდა გავახაროთ ჩვენი მოწინააღმდეგე და არც ვაპირებ რომ გავახაროთ. საქმე საკმარისად ითქვა და ეთანხმებით. არაფერი ტყუილი არ თქულა. მე გიორგი ვაშაძე შეეშალა, აი ეს მაინტერესებს. მეც ფერი ამე შემშლია. დიდი მადლობა. ის კაპიტან შობელი არა უნდა. ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი. დავით ბაქრაძეს